ქობულეთში მდინარე კინტრიშზე გაშენებული ხიზილალის მწარმოებელი მეურნეობა საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ამის შესახებ BMG-თან Georgian Fish and Caviar-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა მარიამ შუბალიძემ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით Georgian Fish and Caviar-ი პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე ყიდის. უფრო კონკრეტულად საერთო მოცულობის დაახლოებით 95% უცხოურ ბაზრებზე გადის, ხოლო ადგილობრივი ბაზრის წილი მინიმალურია. როგორც მარიამ შუბალიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მთავარი საექსპორტო მიმართულებები რუსეთისა და სომხეთის ბაზრებია. თუმცა კომპანია აქტიურად აფართოებს გეოგრაფიასაც. კომპანიის მონაცემებით შავი ხიზილალის საშუალო საბაზრო ფასი დაახლოებით 1 კილოგრამზე 2500 ლარს შეადგენს, ხოლო ცოცხალი მასის ქვირითის რეალიზაცია საშუალოდ 1 კილოგრამზე $40 ეკვივალენტში ხორციელდება. თბილისის ზოოპარკის ახალი კომპლექსის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზაფხულში ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ზია შარაშიძემ BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოები. ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს გაცილებით დიდი ვოლიერებითა და განახლებული ექსპოზიციებით დახვდება. მისი თქმით, სრული კომპლექსის გახსნა ეტაპობრივად მოხდება და ახალი სივრცეები თანდათან დაემატება. მათ შორის იგეგმება აფრიკის სავანის ზონა, სადაც ზოოპარკის ხელმძღვანელობის თქმით, ჟირაფის ჩამოყვანაც განიხილება. ზოოპარკში აცხადებენ, რომ ცხოველების მოვლა საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რის გამოც თანამშრომლები რეგულარულად გადიან ტრენინგებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მისივე თქმით, ძველი ზოოპარკი უკვე შეზღუდულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და ნაწილობრივ გადატანილია ცხოველების კოლექციას, თუმცა ძველ ზოოპარკში ვიზიტორების ნაკადი მაინც სტაბილურია. განსაკუთრებით ზაფხულში. ზოოპარკის წარმომადგენლის თქმით, გახსნის დაგვიანება ძირითადად ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მიზეზებით იყო განპირობებული, რის გამოც პროცესი წლები აგრძელდება. შეგახსენებთ, რომ თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზაფხულში ეტაპობრივად გაიხსნება. მისი ლოკაცია 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ შეირჩა. ახალი ზოოპარკი 48 ჰექტარზეა განთავსებული და მისი სრულად მოწყობა დაახლოებით $50 მილიონი ინვესტიციას მოითხოვს. თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ატრაქცია რიყის პარკში განთავსებული Air Balloon თბილისი, რომელიც ვიზიტორებს ქალაქის 360 გრადუსიან პანორამულ ხედებს თავაზობს, წელს რთული სეზონის პირობებში მუშაობს. ამის შესახებ BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში კომპანიის დირექტორმა მეა კაპანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საჰაერო ბუშტის ოპერირება სრულად დამოკიდებულია ამინდსა და უსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლებზე, რაც გარკვეულ პერიოდებში საქმიანობას მნიშვნელოვნად ართულებს. მისი შეფასებით, გაზაფხულის არასტაბილურმა კლიმატურმა პირობებმა სეზონი მნიშვნელოვნად გაართულა და ვიზიტორების ნაკადზეც აისახა. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ კლება წინა წელთან შედარებით საკმაოდ მკვეთრია. მნიშვნელოვან კლებაზეა საუბარი. იყო თვეები, როცა კლებამ 30%-საც გადააჭარბა. აღნიშნავს ის. საქართველოში მოქმედი ბიზნეს გაერთიანებები, რომელთა წევრები უცხოური კომპანიები არიან, საუბრობენ ფაქტებზე, როდესაც ინვესტორებს და ბიზნესმენებს საქართველოს საზღვრიდან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე უკან აბრუნებენ. როგორც გავარკვიეთ, პრობლემას დიდი მასშტაბი არ აქვს, თუმცა არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როცა უცხოელმა ბიზნესმენმა, რომლებსაც უკვე აქვთ განხორციელებული ინვესტიციები, საქართველოში ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა ვერ შეძლეს. ICC ჯორჯიას თავმჯდომარე კომპანიებისა და ძირითადად არაბული ქვეყნების საელჩოებზე დააყრდნობით BMG-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უცხოელებს საქართველოს საზღვრიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აბრუნებენ. საქართველოს საზღვარზე უცხოელი ინვესტორების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემებზე საქმის კურსში აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატაც, თუმცა როგორც ბიზნეს გაერთიანების პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, შეფერხებები არ არის მასიური, თუმცა ყაზახეთიდან, პაკისტანიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან ასეთი ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება. დავით სირდავა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ინვესტორებს, რომლებსაც საქართველოში უკვე აქვთ დაფუძნებული კომპანიები ან შეძენილი აქვთ უძრავი ქონება, სახელმწიფო უწყობები, ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ქვეყანაში შემოსვლაზე ან ბინადრობის უფლებაზე უარს ეუბნებიან.